ახლა კი მასალა ქუთაისიდან ცოტა ხნის წინ პარლამენტში რიჩარდ ნორლანდისა და დავით უსუფაშვილის შეხვედრა დასრულდა. შეერთებული შტატების ელჩი რამდენიმე საათია ქუთაისში იმყოფება, მასშერ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოусმინეს. ელჩი პირისპირ შეხვდა თედო ჯაფარიძეს, შემდეგ კი ასევე პირისპირ ესაუბრა უმცირესობის ლიდერს დავით ბართაძეს. უმრავლესობა აცხადებს, რომ შეკითხვები ძირითადად ორ ქვეყანას შორის ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე დაისვა. ერთ-ერთი აქტუალური თემა იყო საკონსტიტუციო ცვლილებაც. თედო ჯაფარიძის თქმით, შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება პროცესების დემოკრატიულად განვითარებას. შეხვედრას ნაყოფიერს უწოდებენ საპარლამენტო უმცირესობაშიც. ჩემთვის დიდი პატივია ვიმყოფებოდე პარლამენტში. მე შეხვდი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს, სადაც განვიხილეთ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები. მინდა მადლობა გადაუხადო საქართველოს ხელისუფლებას ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისთვის. ჩემი ძირითადი გზავნილი დღეს გახლავთ ის, რომ ამერიკის ურთიერთობა საქართველოსთან გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, თუ რომელი პოლიტიკური ძალა იქნება ხელისუფლებაში. მნიშვნელოვანია მიმდინარე დებატები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის პროგრესი, რასაც საქართველომ მიაღწია. ქვეყანას ჰყავს ძლიერი მთავრობა, რომელსაც აქვს მხარი საარჩევნო მანდატი და პროფესიონალური მთავრობა, კომპეტენტური პარლამენტი და დამოუკიდებელი სასამართლო, რაც არის საფუძველი ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოებისთვის. საინტერესო შეხვედრა იყო. ბევრი თემა განვიხილეთ, რა თქმა უნდა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, დღევანდელი დღე, მომავალი. შევეხეთ პოლიტიკურ საკითხებს. ამერიკის პოზიცია, რა თქმა უნდა, მან დააფიქსირა ამერიკის პოზიციას ელჩის ჩამოსვლა არ ჭირდებოდა ქუთაისში. ამერიკა აკვირდება აქ მიმდინარე პროცესებს. ამერიკა, რა თქმა უნდა, არ ჩაერევა ამ პროცესებში, ვინაიდან ეს არის საქართველოს საშინაო საკითხები და, რა თქმა უნდა, ამერიკა მიესალმება ამ პროცესების დემოკრატიულად და პოლიტიკური მეთოდებით გაგრძელება. აქ ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ ახალმა მთავრობამ და ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს და ზოგადად პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა გაითვალისწინოს ის რეკომენდაციები საკითხების გადაწყვეტისას, ეს იქნება სასამართლო, იქნება სხვა საკონსტიტუციო თუ ასე შემდეგ, რა რეკომენდაციებსაც იძლევიან საერთაშორისო ორგანიზაციები და მათ შორის დასახელდა იგივე ვენეციის კომისიაც.